პირველი ეტაპი წელს ყველაზე რთული მდგომარეობა ჰქონდა მე-6 საჯარო სკოლაში და დაბაწყური საჯარო სკოლაში. ეს რა თქმა უნდა რიგითობით, რომ რეაბილიტაციები იგეგმება სხვა სკოლებშიც და შევძელით ის, რომ მე-6 საჯარო სკოლა ჩააჯდა სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში და 1 ოქტომბრიდან უკვე დაგეგმილია აქ სამუშაოების დაწყება. და რა შეიცვლება მე-6 საჯარო სკოლაში? ანუ სრულად განახლდება ამ სკოლის პროექტირების პროცესი, შეიცვლება ის, რომ მთლიანად ეს სკოლა, ისევე როგორც მე-4 საჯარო სკოლა მოხდა რეაბილიტაცია, სრული კედლებამდე იქნება გამოთავისუფლებული და დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. და შეიცვლება რა? იქნება იგივე სართულები, იქნება საკლასო ოთახები, იქნება კეთილმოწყობილი კაბინეტ ლაბორატორიები, თავისი სრული წერტილებით, თავისი სპორტული დარბაზით და ასე შემდეგ. თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრებული. და რა ვადებში უნდა შესრულდეს ქალბატონო იზო? შესრულდეს მომავალი სასწავლო წლისთვის არის განსაზღვრული სწავლის დაწყება, იმედია რომ აქაც არიჩენს თავს რაიმე ხელშემშლელი მიზეზი, რომ პროექტი შეფერხდეს და ხელახლა დაიწყოს კიდევ სამუშაოები, რადგან ჩვენ მე-4 სკოლაში საძირკველზე რომ მიადგენ, გახდა ეს ახალი იმდენად დაზიანებული იყო, რომ პროექტის ახალი დაწერა მოხდა საჭირო და ამიტომ გაგრძელდა კიდევ. ანუ მომავალ სასწავლო წელს მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც განახლებულ გარემოში შეძლებენ მისვლას. ეს რეაბილიტაციის თარიღი ასეა განსაზღვრული და ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ პერიოდში კიდევ არ გამოიკვეთება რაიმე ისეთი ხელშემშლელი, რომელსაც შეიძლება ვადის გადაწევა გამოიწვიოს. და რომელ სკოლაში ახალრეაბილიტებულ სკოლას მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე სტანდარტული სკოლის თანამედროვე შენობას, სადაც გააგრძელებენ სწავლას. მათ მე-3 სკოლის შენობაში გამოეყოფა ფართი მეორე ცვლაში და მე-6 სკოლა ჩვეულებრივად მეორე ცვლაში, როგორც მე-6 სკოლა იმუშავებს აღნიშნულ ტერიტორიაზე.